მე რომ სწავლობდი ერთხელ მახსოვს ჩემ კლასში შეშის ნაპობი ესროლა რელიგიის მასწავლებლმა თავი გაუტეხა. ახლა ბავშვს ის მასწავლებლმა ესროლა ყველაზე კომიკური. მე რელიგიის მასწავლებელი. მე ვესროლე ერთხელ. ყველას ნაკლებად ვისწოდა. ინკვიზიციას ხსნიდა თუ მე ვესროლა შეშის ნაპოტი. კლასელმა გვესროლა მე და თენგოს გვესროლა კლასელმა ისა პარკეტი შეჩემ ანუ იატაკიდან ზრებოდა რა და გვესროლა და აქვცდა და მე ვესროლე აქედან საპასუხოდ და იმდენად ავაცილე ხელი კაროჩე მაგრამ აი ბეისბოლს ვერ ვითამაშებდი ვერაზო სატრაქში ვისროდი სულ და იმდენად ავაცილე რომ მოხდა იმას დაფას შეჩემა და დაფასთან იდგა მასწავლებელი და წერდა რაღაცას ესო წერდა გვერდზე მოხდა პარკეტი შეჩემა ამას ასნია ეგონა რომ ამას ესროლეს და მე ყარა უხსნიდი რომ იცი რა თქვენ არ გესწორეთ იმას ვესწორ ყველა ჩუმად იყო რომ მოტრიალდა ეს გაგიჟებული სახით შეჩემა და რატომღაც გააწყვიტა თენგომ ესროლა რომელიც გვერდზე მეჯდა და მოვიდა გავარჩინა და რომ დაალიგა თენგოს თავზე და თენგოს გაეცინა სიცილი დაიწყო რა დებილი ხო არის სოციალურ სიტუაციებში ყველანაირად იდიოტია და სიცილი დაიწყო შეჩემა და ამან გავარჩი ღრიალი დაუწყო ასე რომ რაღაც გაუგებარი სიტყვების ანუ ქართულად აღარ ლაპარაკობდა მართლა პროსტა ღრიალებდა რაღაცებს და ამაზე ეს ვაფშე ჩაბჟირდა შეჩემა ეს პროსტა რაღაცებს ღრიალებდა და ნუ აეხსნა მე არ მისვრიაო მაგრამ ვერ ეუბნებოდ იმიტომ ეცინებოდა და ის ვაფშე გადაირია ამაზე და დაავლო ხელი გააგა მიახეთკა კედელს შეჩემა და მე რეგიან გამოწია კიდე გააგდო კარი კლასიდან. ო და ამითი მორჩა 10 მასწავლებელს გაუტრაკავინან და თენგოც სიცილით გავიდა კლასი. დიდები ვიყავით უკვე რა. მე-9 თუ მე-10 კლასში ვიყავით. მაგრამ ნუ ესო მეც არ მithქვამს ახლა რომ ის ამასო მე გესროლეთ პარკეტი. შეეტედა იმას თენგიზას. მაგრამ აფერ არ მოხდა არც დამრიგებელი შემოსულა არც რამე საყვედური უთქვამს ვინმე არაფერი აგზელება არ მოყოლია მაგას. მაგითი მორჩა. რა რელიგიას ასწავლიდა ეს? კაი. ის რა ქვია? ჩემმა კლასელმა გაკვეთა მომიყოლია მგონი ადრე. ეს რა ქვია? გაკვეთილზე თქვა რომ ცივა ქრისქარიო. ხოც ეგ ის გამეყინა ხო? ხო და გამეყინა და ეს მასწავლებელი მოუტრიალდა ეს და გამეყინაზე გაჩერდა. ეს გამეყინა და გაჩერდა. მასწავლებელი ხო და რაც გაგეყინა ეგ ხარო. კალი იყო იმედია მასწავლებელი. ხანუ ბოუს ყლისტოვი დაუძახა ბიჭო. ტექნიკურად რა იყო ეს რა ბიზნესია. ცივა. არა, მანდაც რა ხელსაყრელობა კალი იყო მასწავლებელი თუ კაცი. ძალიან დიდი ხო. ძალიან დიდი განსხვავებაა. მაგრამ ანუ თვითონ ტოქსიკურობას არ მოიდგინა სიტუაციის სკოლებში რა ხდება ანუ. იქ რელიგიის მასწავლებელმა შეშაესა. ასტამი უნდა იმას იქნა ეს რო ანუ არ ვიცი. ბიჭო მასწავლებელმა თან ძალიან რთულია რა. აი ძალიან რთულია. ბიჭო 40 და რაღაცა ვიყავით ერთი პერიოდი რა. იზეცია ძალიან რთულია. არ უნდა იყო რა მზად. რა ავტორიტეტი ხონდეს. ვიღაცებს ხონდეთ ეგ ავტორიტეტი. კი. გვეშინოდა რა, ავტორიტეტი არა, უფრო გვეშინოდა. ჩვენც ხონდა ეგეთ შემთხვევები რომ რამდენი მასწავლებელი ყავდა. არა, დარეკვა, სახში დარეკვა. ნახე, ერთი-ორი იყო რომელსაც ხათრი გქონდა. არ გირეკავდნენ სახში რომ რამე რო არ გემუქრებოდნენ? კი, როგორ არა. სახში დაურეკავ. სახში დარეკვით არა, უფრო იმითი. დაბარებით? ხო, პრობლემის დაბარებით. აი, ერთი მახსოვს ბიჭო, ქიმიაზე შემოვიდა მასწავლებელი. ვიღაცა ყავდა კაცი ქიმიაზე. და ჩვენ ძალიან ცუდი კლასი და პატარა ცოტა ვიყავით, 15-16 წელში ვიყავით, 20 ანდახან. და ქიმიაზე კაცი იყო მასწავლებელი და იტო არ იყო იმ დროს, თორსა ხალი შემოვიდა რა. და რო დაიწყო არაფერი ჩობა დაიწყო. ჩვენც ახლა ძალიან ისინი არ ვიყავით რა და ვზივართ რა, მაგრამ არ გვაინტერესებს ეს ქიმია რა, არ ვსწავლობდით საერთოდ. და ბიჭო კლასში ქონდა გერმანულ-ქართული ლექსიკონი, პატარა მწვანე ეს პატარა წიგნები იყო რა. იმენ ლექსიკონი იყო. და ძალიან ბევრი ქონდა. და რაღაც უკან იყო უჯრა, კარადასავით და იმაში იდო აი ძალიან ბევრი. და ვიღაცა გამოიღო, არ მახსოვს ვინ იყო, მე ვიყავი მაგრამ სხვა იყო და გამოიღო და ესროლა ერთმა კლასელმა მეორეს. ვინ დაიწყო არ ვიცი. მე იმაც ადგა და ეს უკან ესროლა რა თქმა უნდა. მე ეს შევიდა და კიდე რამდენიმე გამოიღო და ამას ესროლა და ბოლოს გაიჩნდა ისეთ პონტი რომ კლასი რაღაცნაირად გავიყავით ბიჭები და ომი იყო, ომობანა ქონდა რა, პატარა აემხელა იმას ლექსიკონებს გერმანულ-ქართულს ვესროდით ერთმანეთს. ოღონდ როგორი ის იყო, იცი რომ იქით ნერხები ქონდა უკვე გადაყირავებული დაცვის პონჩი და რაღაცა. ეს ხალი შუიდან ეს ციგნები რო უკვე ფრენა დაიწას, ნელა გადაიწია
კლასის კუთხეში და დადგა გოგოების ვერხებთან და გოგოები ცალკე ისხდნენ ერთი 6 თუ 8 ანუ 2 მაქსიმუმ 8 იყო რა ამათ ელაპარაკებოდა უკვე ჩუმად მე ამ ქიმიაზე და ჩვენ გავჩი პიზდეცი ქონდა ხა ხმაური წარმოიდგინე რა ხდება და ერთ-ერთი მომენტში იყო პროსტა კარი გაიღო და იმას შემოყო თავი დირექტორმა რა დაგვინახა როგორ გავჩერდით ხა იმ მომენტში მაგრამ დაგვინახა რომ ადგილებზე არ ვხედავთ აშკარად ზოგი კარადას არის ამოფარებული იქეთ კლასში სადაც იქიდან იყურება და ნელ-ნელა მე რო გავიდა ეს მე იმასთან ერთად შემოვიდა რა ქვია საკლასო რა სასწავლო ნაწილთან და რაღაცა რომ ახსენდება ამ ქალს პირველად იყო კლასში რა არანაირი ის არ ქონია მცდელობა რომ ეს აღეკვეთა ანუ აი ვაფშე რა არანაირი პირველი წინი რო გაფრინდა არც უფიქრია რომ თქვა რომ უბერავთ ასაკეთებთ ბავშვებო და ეხა რომ ახსენდება აი მაშინ კიდე როგორ მწვენია იცი რომ ეგეთ რაღაცა ეცან აი ძალიან სამარცხვინო არის რა რომ დაფიქრე რა პიზდეცია რა რას ვაკეთებდით პროსტა 8 თუ 10 ბიჭი აი ესე 5-5-ზე გაყოფილები ერთი ისინი კლასის იქითა ბოლოში ჩვენ აქ ერთმანეთს წესიგინე ბოლოს იმდენი გამოვიღეთ რომ ერთი 40-50 წიგნი ქონდა რა და მთელი ეს გაკვეთილი ეს წიგნები დაფრინავდა წინ და უკან და ეს ნელა ჩაჩოჩდა რომ არ მოხვედროდა ეს წიგნი რა და იქით უმათ უხსენდა რაღაცას ქიმიაზე ელაპარაკებოდა შუქები რა ზემოთ რაც იყო ცოტა გაფუჭებოდა ხმა ქონდა და ეგეთ ხმა რო ხო განათება და სასწავლო ნაწილი შემოვიდა ხა მოგესალმა რაღაც და რომ გავიდა გასვლის წინ ჩააქრო და ტვინი რო გეტყუნება ხო რაღაცა რო ვერ ხვდები რომ რო გაჩუმდა და უცებ იყო კლასში ლექცია როგორ იცი რაღაცა ყველას ქონდა რომ აუ რა გვაწუხებდა თურმე რომ მოგეშვა რა რაღაცა აი ხმა იყო და ბიჭო ამის მერე მე-9 კლასში ვიყავით თუ 8 კლასში თუ რაღაცა ამის მერე კაროჩე ყველა ნუ ხო არის რაღაცა ზუზუნი მაგალითად ხო ყველა კლასში იყო ალბათ რომ ზუზუნებს ვიღაც ეს გახდა ჩვენი კლასის ის თემა რომ ვიღაცა უნდა ამდგარიყო და გვეთქვა რომ შუქი ჩააქრე მისია და კლასში ქონდა აი შუა გაკვეთილზე რა ადგებოდა ვიღაცა ჩააქრობდა და ეს იყო და მასამელი წერდა ჭხუბს ბიჭო და არა ეს გვაწუხებდა თქო ყველა გაკვეთილზე აი რაღაც ნომრები ხო გაქვს რომ ზუზულია მე ტრუპკის როლ რაღაც ეს ნომერი იყო რომ ეხა ვინ ჩააქრობდა კაჩო ვინ ჩააქრობდა ანუ ვინც მიდოდა ჩააქროდა ის იყო ჩმორი მე მასწავლებლმა დაამუღამეს რომ კაროჩე ჩვენ გვიღაცებს რაღაცა ვისაც ჩააქრობინეს და რაღაცა გვაჩმორებენ თუ რაღაცა და ერთ-ერთ ეგ შემთხვევა არ იყო მაგრამ ჩვენს მაკაც რაჭე უთხრა რომ შენო ესეთი მოქცევა დაიწყეო რომ შენო ამათი დამქაში ხარო თუ რაღაცაო შენ არა მე არა ჩვენს მაკაც უთხრა რომ შენო ამათი დამქაში ხარო ამან გაჭედა ძმაო როგორ წესერი ბავშვი იყო იცი ანუ ცეთ ხმა არ მოუღია ანუ აი რაღაცა დეციბელებს არ აცდენია მთელი 12 კლასი ჩემი კინახამ გადმოიღო ეს დამრიგები ვინ არის დამქაში დამქაში რა ეგონა არ ვიცი მაგრამ მაგრად გაუთხდა იმიტომ რომ ხა ხო ხტები არის შენ ხა იქ ვიღაცა იქ ეს გეუნება და იმას აკეთებ ძალიან ჩესწრე მაგრამ ეს შუქის ჩაქრობა ქონდა იმენა კარონი ნომერი იყო რომ აი შუქიჩა მივიდი შუქიჩაკი და აი არ ჩავაქრობდა ის მივიდეს თუ რაღაცა და ვინ ჩააქროდა მე ნუ მასწავლებლმა იცოდა რომ ხერ ეს ნო გვექნება ერთხელ იყო თან რა იმიტომ რომ ის შუქი ჩაქრებოდა მე ხა უკვე მეჯერ ვეღარ იზამდი რა ოღონდ ხმა აღარ ქონდა იმას ანუ პროსტა მოვიდნენ გააკეთეს მაგრამ ანუ ყველაზე ერთ-ერთი სასაცილო ის მახსენდება ვიღაც ეწერა ჩემ კლასელმა მასწავლებელზე რაღაცა თქვა და ყველაზე სასაცილოც მახსენდება ის იყო რა ქვია თენგომ რო უთხრა ჩვენ ერთ-ერთ მასწავლებელს რომელიც დაბალი იყო სათვალე დაუვარდა აიღო და მე სულ მივარდება ეს სათვალე და არ ტყდება მაქსიმალი და რა გატეხავს მე არაფერი არ მოხდა არა მაგრამ ნუ ეგ ძალიან სასაცილო ის ძალიან საყვარელი ქალი იყო ძალიან მაგრამ ცოცხალი აღარ იქნება ალბათ სამწუხაროდ არა სასაცილო ეს ძალიან მაგარი ქალი იყო დადიოდა იმითი ძველი სოლოლაკელი ის იყო ქვია ქალბატონი ჩემი კლასელი პორნოს თავდნენ კიდე გაკვეთილზე ბიჭო ხო ხ გამახსენდა ჩვენ მაგას ვერ ვიზამდი არა ტელეფონები იმას თუ მოიტანდი კასეტას თუ მოიტანდი VHS-ს თუ მოიტანდი დიდიმას თუ მოიტანდი შეჩემოდა იმას თუ შეატყო ბიჭო არა ხმები იყო რა უთთან ანუ პორნო კი არ იყო უტრირებული აი ბოლოთან სასაკეთებდა ხო ის აი იყო ჩაწერილი და ტელეფონში ქონდათ და
დადევდნენ სადღაც კარადის თავზე თუ რა და დარეკავდნენ თუ რაღაც ზარს და ზარზე იყო. ეს მასწავლე რა ეთქვა ხა პორნო გამორთქეთო ხო არ იტყოდა რაღაცა ეს ტყანაურს გააჩემევინეთ ხო ვითომ ვერ ხდებოდა რა ხდებოდა ვინ არის და რაღაცა ვინ ყვირის და ვინ ზუზუნებს და ბიჭო ანუ საწავს სულიყავი ხანდახან არ ვიცი მაგრამ ერთი ის იყო გაკვეთილის უცდებოდა უცხებელი არა ნუ ზამპიზდეცი ბავშვები შეჭა გან დიდები და ისა ბავშვები გირთავენ თან რა გინდა რო ქნა აუ არა ბიჭო ძალიან დომინაცია ქონდათ ჩემ კლასზე ძალიან შიგიჟე იყო ტატო მართლა ქვისხნისა ანუ ჩემთანაც ხდებოდა კალავ ბიჭო ხო რა განათლებას რა განათლება მე სკოლაში ვსწავლობდი 90-იან წლებში ხალხო ჩემთანაც აჰა ეს ყოფილა თორმა ისა უკვე ჩვენ დავიწყეთ იმიტომ რომ ტელეფონები ჩვენ დროს ჩემ დროს მე მქონდა ტელეფონი მობილური ოღონდ ეს მქონდა უკვე ბოლო კლასებში ალბათ მე-10 მე-11 მე-9 კლასში მქონდა და იყო ის რა ქვია Snake იყო მაქსიმუმი ტექნოლოგიის მიღწევა იყო Snake თუ იყო ტელეფონში რა დაჟე მე მახსოვს მობილური მქონდა და ჩემ კლასელს მქონდა კიდე ცოტა მდიდარი კლასელი იყო და ახალი სედერებით ახალი DVD მიაქვს სკოლაში და მე არ მქონდა აჰა ახლა წარმოვიდგენ ტატოსო DVD მიაქვს სკოლაში პორნო უნდა ჩავრთო DVD არა ჩემ იყალე რა DVD ბიჭო VHS კასეტა იმენა დიდი კასეტა და ეს DVD რო ფიცოაცე და უკან რო გადმოგაფურთხებს ხო იცი თავიდან რომ მიაწვე კიდე DVD რა სამბობ DVD რო გაიჩიტა იყო უნივერსიტეტში ვიყავი უკვე ის იყო რა ქვია შაბათი შოუს ხუმრობა იყო აი ახალი დაწყებული იყო თუ რაღაც და სოლქმარი იყო და რატომ მიყვებით ფულის გამო სახში ხო ვიდეო ხო და ვიდეოს მართლა მე მქონდა ის პრისტავკა ეგ კაშტასაჩი არჩევდი მქონდა მაგრამ მართლა მდიდარი იყო ვისაც კამერა ქონდა კამერა თუ ქონდა ვიღაცა ატაღება შეეძლო შეჭება იყო ჩვენ გვაქვს ბავშვობაში რაღაცები ანუ ბაბუაჩემ იყიდა და ხო და მიიღო ბაბუაჩემ ვლადიმერ ბულიგინი არა უნდა ის უნდა გეთქვა რა ცნობილი მდიდარი უნდა გეთქვა